საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში. ატვირთე საქართველოს გულზე იუსტიციის სამინისტროს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. პროექტის მთავარი მიზანი საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენაა. კონკურსის წესით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 10 სტაჟიორს შეარჩევს, რომლებიც საძიებო სისტემაში სხვადასხვა შენობა ნაგებობებისა და ქუჩების 3D ფორმატის გამოსახულებების განთავსებაზე იმუშავებენ. სტაჟირების პროცესი ანაზღაურებადია და იგი 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. საუკეთესოები კი სამომავლოდ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმდებიან. მინდა ანალოგიურად იყოს აღმოჩენილი მარიყალას ძველი თბილისის ნაწილი, დახის პლატო. პლუს ამას მინდა განახლებული ქალაქებიც წარმოაჩინოთ, იქნება ქუთაისი, სიღნაღი, თელავი, ბათუმი და შემდეგ ამ თემთან დაკავშირებით საკმაოდ შრომადევად საქმიანობა და ჩვენი რესურსები შეიძლება ითქვას საკმარისი არ არის, სწორედ ამიტომ მინდა რომ რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირები მოვიწვიოთ ამ პროექტში. საჯარო რეესტრმა დღეს გამოარცხადა სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ასევე სტუდენტებსაც. ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს, ეს არის განათლება სასურველია იყოს არქიტექტურის, მედია ხელოვნებისა ან გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და ისინი უნდა ფლობდნენ პროგრამასთან შესაბამის კომპიუტერულ პროგრამებს.